ახსენეთ ამიერკავკასიის სამხრეთ სახელმწიფოების სომხეთი და აზერბაიჯანი, რომელშიც რა თქმა უნდა შედარებით სუსტდება უკვე რუსული პოზიციები, არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ გავლენებს კარგავს თვითონ სპეცსამსახურების, თუმცა ვფიქრობ, რომ მათი ძალისხმევა არ მცირდება და ცდილობენ პირიქით იმ ფონზე, როდესაც სამხედრო გარკვეულწილად გავლენები იკარგება, სპეცსამსახურები შეეცდებიან ჰიბრიდული მეთოდებით ეს გავლენა საკუთარი გავლენა გაზარდონ და უფრო მეტი გააკეთონ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. საქართველოშიც რა თქმა უნდა ეს ინტერესი არის და ყოველთვის იყო, აუცილებლად გაიზარდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ გარკვეული გლობალური პროცესები რუსეთის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ამის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მისთვის საკმაოდ სერიოზული დასაყრდენი გახდა რეგიონში და ის ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ჰიბრიდული მეთოდებით გავლენა მოახდინოს ჩვენ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. სამიზნე შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური სისტემა, საზოგადოება, კულტურული გარემო, არასამთავრობო სექტორი, სამართლებრივი სისტემა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, იქნება ეს პორტები, სატრანზიტო გზები, აეროპორტები თუ ასე შემდეგ, ყველა აბსოლუტურად იქნება სამიზნე იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოიპოვოს მეტი ბერკეტი და გავლენა იქონიოს ჩვენი სახელმწიფოს მიერ გადასაწყვეტ რაღაც სტრატეგიულ საკითხებზე და აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ კონდეს ჩვენ რა მიმართულებით ვიმოძრავებთ და მისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველაზე მიუღებელი არის ჩვენი ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა, ევროატლანტიკურ ინტეგრაცია და იმ დემოკრატიული პროცესების გაზრდა და გაღვივება, რომელიც სამწუხაროდ ახლა უკუშლაში იმყოფება.